პროლაზე ნიკა ყლონს და თავადქილაძე დაამარცხა ალექსანდრია გუშინ ნახევარფინალში. გვასალია, მოკლედ რაღაც ერთგვარი თუ შეიძლება ასე ითქვას დისონანსივით შემოიტანა ოქროს მედალოსნებში, ანუ არც გარდაბანი, არც აჭარა. პირველი სხვა რეგიონის თუ რაიონის წარმომადგენელი არის კიდევ ერთი თბილისელი, ერთი ქუთაისელი, ერთი ოზურგეთელი, ერთი ბოლნისელი. ჯერჯერობით რაც გავიდა უკვე აი ამ 4 წონიდან ერთი ოქრო აქვს გარდაბანს, 2 აქვს აჭარას და 1 მოიპოვა ხობმა. ხო, 3 ფაქტიურად, იმიტომ რომ 3-2 აქვს ხა აჭარას, იმიტომ რომ ორივე აჭარელი. ხო, დამთავრდა ჯერ შეხვედრა. იმედი არ გაგრძელდება. წითელი არის ნიკა პროლაძე და ლუიჯი არის ანრი თავადქილაძე. დაიწყო შეხვედრა. ამძოლით ის ზუსტად ნახევარზე გავდივართ დღევანდელი პროგრამის. პარი მაქვე ვთქვათ, რომ უკვე ჩვენ 77 კილოგრამზე დაჯილდოება იქნება ამის შემდეგ და შემდეგ გამოვლენ 77 კილოგრამი, 77 კილოგრამში ალეივზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავენ გარდაბნელი ლევან ორჯონიკიძე და თბილისელი ნიკა წახნაკია, ხოლო ჩვენ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ ლანჩხუთელ თამაზ აბაშიძისა და თბილისელი ლუკა თოლორდავას დაპირისპირებას, რაც შეეხება ფინალს 77 კილოგრამში, აქ ერთმანეთს შეხვდებიან აჭარელი ანრი ფუტკარაძე და თბილისელი გიორგი ალადაშვილი. ალადაშვილი, რომელიც ერთ-ერთი ახალი სახე არის ამ ჩემპიონატში. ჭამკებიდან კი ცნობილი არის. ამათმა ეს ზედმეტად ხილად დაიწყეს და მეორე ნახევრისთვის აქვს ყველაფერი გადანახული. ხა აი ამ ორ პასიურში რომელია უფრო პასიური, საჭმო უნდა არჩიოს. მიიჩნიეს უფრო პასიურად, აქ ლურჯი ფორმით მოჭიდავე თავადქილაძე. კი ბატონო. შესაბამისად ბროლაძე დაწინაურდა 1-0 და ეხლა ჩოგჯეინიდან კარგი ეპიზოდი ჰქონდა. კიდევ ერთხელ წამოსწია. ნახოთ ამას თუ გამოიყენებს, მშვენივრად გადააგდო აქ. ხალეჩიდან ხუარ გავიდა, ორი ხოლა მიიღო. ბოლომდე ვერ წამოუწევია. სამივე საჯმა მისცა მართალია ის რომ მოთათბილება იყო თუ ერთმანეთისთვის ნიშნება საჯებს შორის, მაგრამ სამივე საბოლოო ჯამში მისცა ორი ქულა. ხო, ეხლა ეს სიფრთხილე თავადქილაძეს აღარ აღებს. ეხლა ვერ თუ გააქტივებდა, კარგი იქნება, იმიტომ რომ 3-0 უპირატესობაა. ბერძნულ მომში საკმაოდ კარგი და ესეთი ყუდრო. დავით გვასალია ხა თადუცნობი არც სპორტსმენი არის, ჩვენ წინატომერებიდანაც გვახსოვს, საკმაოდ კარგად ჭიდაობდა და ისიც აი ყოველთვის სადღაც ახლოს იყო კვარცხლბეკთან, ხა უკვე ძალიან დიდი წარმატება არის და ასე თქვა წონის ელიტაში შევიდა, ესეც მისასალმებელია კონკურენციას გაზრდის. აქ კიდე ერთი ქულა მიიღო თავადქილაძე. ხალეჩიდან გაიყვანა, მეტყვი 3-1 უკეთესია, რა თქმა უნდა, ბოლო წუთი დაიწყო პირველი ნახევრის. მაინც და მაინც დინამიური არ არის შეხვედრის ტემპი, შედარებით უფრო ისეთი თვალსასეიროც პირდაპირ ვთქვათ არ არის, იმის მიუხედავად რომ აქ დებაც გაკეთდა და უკვე 3-1 არის ანგარიში. სპორტსმენები როგორც ჩანს, მთელ ძალებს და მთელ აქცენტს აკეთებენ მეორე პერიოდზე. მით უმეტეს პირველი პერიოდი უკვე იწურება, აი 6 წამი დარჩა დასრულებამდე. 3-1 ასეთი ანგარიშით გავიდა ნიკა პროლაძე შესვენებაზე ანრი თავადქილაძესთან 72 კილოგრამის ფინალურ დაპირისპირებაში. სულ მალე რამდენიმე წამში დაიწყება ნახევარი და ბევრად საინტერესო იქნება. იმედია უფრო საინტერესო იქნება, უფრო სხვანაირი ჭიდაობა წავა. ესეთი წესები კარგახანია მოქმედებს, ხო, მინიმუმ 2 ოლიმპიური ციკლია და მესამე დაიწყება. ხო, მინიმუმ, თუ მეტი არა. კი, შეიძლება მგონი ცოტა მეტიც.
იწყება მეორე პერიოდი და კიდევ ერთხელ გეტყვით რომ 3-1 გახლავთ პირველი პერიოდის შემდეგ ანგარიში ნიკა ბროლაძის სასარგებლოდ. აი ხა მართლა უფრო სწრაფ ტემპში დაიწყო და ბროლაძე კიდევ ერთხელ გავიდა გარეთ. ნუ როგორც ჩანს თავართხილაძეს ტაქტიკა აქვს ასეთი. ხო, რა ვიცი, ერთი ქულა არ ყოფნის ახლა ახლა, მაგრამ მაგრამ გაიყვანოს მაინც ბროლაძე იქნება წინ და ამ დროს თვითონ ბროლაძეც ნამდვილად არ არის აქ ჯიბებში ხელებს აწყობილი გამოსული. ხო, ბროლაძემ კი არა, ალექსანდრიამ დაამარცხა თავართხილაძემ დაამარცხა მიხეილ ალექსანდრია და ბროლაძემ ნიკა ალონს მოუგო ისეთ კარგ სტილში, მახსოვს ისეთ გამორჩეული შეხედვა იყო გულში. 2:40. ბროლაძეს მოუწოდებდნენ აქტიურობისკენ და საბოლოოდ პასიურად მართლაც ბროლაძე მიიჩნიეს. 3-3, თუმცა ბროლაძე ჯერჯერობით ლიდერია. ჯერჯერობით, ოღონდ ორქულიანის წყალობით. ჩოგბჯენში არის ახლა ბროლაძე და აქ რა თქმა უნდა შანსი თავართხილაძეს გამოიყენოს ეს ჩოგბჯენის ეპიზოდი და ქულებითაც დაწინაურდეს, არა მხოლოდ რაღაც დამატებითი მაჩვენებლებით თუ ტექნიკური მაჩვენებლებით. ასწია აკაჩალე იოლათაცია და მიდენა კიდეზე და თვითონ დავარდა კინაღამ. პირიქით შესაბამისად ორი ქულა მიიღო ბროლაძე. უკვე ბროლაძე. აი ხა თავართხილაძის ბანაკმა შემოაგდო აქ ჩელენჯი. ხო, ერთ ქულა შეიძლება გაყვანისთვის მისცა, ხო, მეტი რა უნდა ვიცი. ორივე ბიჭი დავარდა თავისივე ილეთზე. ვნახოთ აბა გამეორებით. აკაჩვით კარგად აკაჩა, ისე ძალიან იოლად მე მიიყვანა კიდეზე. გადააგდო, კი ბატონო, გაიყვანა სავით, მაგრამ თავად მოხვდა ორივე ბიჭზე და ხალიჩაზე რომ მოხვედრილი იყო, წააგებდა სუფთად. ჯერჯერობით თათბირობენ საჯები დაველოდოთ მათ საბოლოო ვერდიქტს. შეგვიძლია კიდევ ერთხელ ვნახოთ, ახალი არაფერი გამოჩნდება. არა, კარგი იქნება თუ ვნახავთ. აი ეს დასკვნითი ის მაინტერესებს. ნაწილად დახურა იმან მარცხენა ფეხი კარგად დაასწრო ბროლაძემ და ამის ხარჯზე მოახერხა ჩაეხურა ეს ხდება. აი კიდევ ერთხელ შეგვიძლია ეს ვნახოთ. ხა ისიც უნდა ითქვას, რომ თავართხილაძემაც ეს დატრიალების მომენტი, მანამ ყველაფერი კარგად გააკეთა ჩოგბჯენში, მაგრამ აი ბოლოს დასკვნით ფაზაში ეს დატრიალება მთლად კარგი არ გამოვიდა. ანუ აქ ხალიჩიდან გაყვანასაც ვერ მისცემენ იმას, იმიტომ თავად გავიდა პირველი და თავად დაეცა. არა და ხანძლივი განხილვა, ესე მარტივება იყო საქმე, გამოიტანდნენ ახამდე ვერდიქტს. აი აქ თვითონ საჯის ცალკე მონიტორზე ძალიან დიდხანს აკვირდება. ფეხი ანიშნა აქაც რუსლან დარსალიანთან ერთ-ერთი გამოცდილი და მაღალი კვალიფიკაციის მსაჯი არის ჩვენთან. უბრუნებენ იმ ჩელენჯს. ფოსოდ ბალის. ანუ აკმაყოფილებენ ივან ბროდეს და ხო, გასაპროტესტებდნენ, ოღონდ ეს იყო გასაკვირი, ანუ ფეხი იხმარა, ესე გამოდის. ერთი ქულა დაუმატეს აქ თავართხილაძეს. აი 3-3 ხო, 5 ალაევა გულჩანს ხალიჩიდან გაყვანისთვის, როგორც ვივარაუდით თავიდან. და იმას ის მოიქულა და უტოვეს
ილეთის დახურვისთვის. ჩამოაკლეს ამას ეს ორი ქულა. ბროლაძეს. გასაგებია, ესე ფეხი უხმარია, სხვა ვარიანტი არ აქვს, ხო? დარსალიამაც იქ ფეხის გამოყენება ნიშნა თავისი ჟესტიკულაციით. შესაბამისად ლიდერი შეიცვალა 4-3. უკვე თავართხილაძე იგებს შეხვედრას. ბევრია საჭიდაო კიდევ. ეხლაც ბროლაძე წავიდა ისევ აქტიურად შეტევაში. თუმცა თავართხილაძეს მაგრად უდგას და მოიგერია ეს პირველი შეტევა. ისვიდან მოიქნია, ეხლა წელში შევიდა და ვერ მიიყვანა ბოლომდე თავად გავიდა ეხლა ბროლაძე ხალიჩიდან. შეტევაში იყო და ის 5.5 ძლდება საკმაოდ დაძაბული შეხვედრა, ისევ კარგი ჩავლება აქვს, ისე შემოაჭდო ხელები ბროლაძემ. მაგრამ იქით სადა კისრული. როცა სიტუაციიდან თავის დასახცევად თავართხილაძემ და მიაღწია მიზეს კისრული არ გამოვიდა, მაგრამ ის ჩავლება მოიშოვა. 50 წამი. როჯერ საკმარისი არის ორივესთვის. გასაგები არის ხა უფრო მეტად ბროლაძე უტევს და უფრო აქტიური არის. მაგრამ თავართხილაძე ძალიან კარგად დგას დაცვაში. ეხლა ისე გაუჭირავ. მე რამდენად უკვე იგივე სიტუაცია ალბათ ნახოთ ამჯერად. ისე ვერ გამოიყენა ბროლაძემ. კიდევ ერთი მოგვერდის მცდელობა ვერცეს ხნა. გაიყვანა ბოლო ხალიჩიდან და ერთი ქულა ყოფნის არ ყოფნის მე მგონი, ხო? არ მახსოვს როგორი ქულები. ხა ბროლაძის მოთხოვნით მისმა მწვრთნელმა შემოაგდო ჩელენჯი. სავარაუდოდ აქ გაყვანაზე აპელირებს ბროლაძე. 4-4-ზე, არ ვიცი, მე მგონი ორივეს თითო ორქულიანი აქვს და თითო ორქულიანი აქვს კიდე ხა ბოლო ქულით მაშინ ბროლაძე იგებს. თუ ასეა, თუ მისცეს ესე არცაც არ გამოუთქვია არანაირი სურვილი ქულით შეფასებისა და. ხო, დგომიდან არ იყო ის გაყვანა, რაღაცა ილეთი მოგვერს თეზოს ცდილობდა ორჯერ ბროლაძე და საბოლოო ჯამში გავიდა ხალიჩი და გავიდა და გაიყვანა ბროლაძე. თავართხილად. არაფერი გაუხსნა და 3-5 გახდება ახლა. ამგვარში ამერიკით ერთი ქულა დაუმატეს აქ თავართხილაძეს. ახლა ბროლაძის და მისი მწვრთნელი უფრო მაინც ხო, 12 წამი იყო დარჩენილი გავისკეს, ხო. ეს ერთი ქულას მიიღებდა და დაკარგავდა თუ არა. გადახტომასაც ცდილობს, მაგრამ აქ თავართხილაძეც კარგად ყავდა საჭერილი და ანდრი თავართხილაძე მიულოცოთ ჩემპიონობა 72 კილოგრამში. ხა ანდრი თავართხილაძეც ახალგაზრდულებში და ასაკობრივებში ძალიან კარგი სპორტსმენია, თუმცა ალბათ მე ვფიქრობ სპეციალისტების უმრავლესობა მაინც უფრო ფავორიტად ბროლაძეს მიიჩნევდა, იმიტომ რომ საერთაშორისო ასპარეზზე მას ცოტა უფრო მეტი ტიტულები აქვს. ყოველ შემთხვევაში